ეს მინდა საზოგადოების წინაშე თავისუფლე ანგარიში ქუთაისის წყალტუბოს, ფოთისა და ზუგდიდის დევნილთა ჩასახლებებში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას 1 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს. შეხვედრებს დასახლების მცხოვრებლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქუთაისში მოქმედი ორგანიზაციის ინტერჯგუფის წარმომადგენლებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნეს ის სამუშაოები, რომლებიც მათ ამ დრომდე განახორციელეს. ამ ეტაპზე ჯგუფი სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დევნილებთან ერთად დასახლებაში არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. მოწვეული ყავდა ადგილობრივი თემი, გავაცანი ის საჭირო საკითხები, რაც განვლილი ჰქონდა, რისი მოგვარებაც მოვასწარით, გეგმების დასახული გვაქვს, ესეც გავაცანით მოსახლეობას და ვცდილობთ ახლა დაარსებიდან 1 წლის თავზე ახალი ტემპებით შევუდგეთ მუშაობას. ძალიან დიდი პრობლემები არის კიდე მოსაგვარებელი, მაგრამ მეორე მესამე წელს ალბათ გაგრძელდება მუშაობა. ახლა ის 1 წელიწადი კიდე არის რა. მართალია, ახლა 1 წელია ესენი მუშაობენ და ალბათ უკვე მიხვდნენ რა შეუძლიათ თვითონ და ეთყობა რომ კარგი შედეგი აქვს და უკეთესი შედეგი ექნება. წყალტუბოს დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის კარგადაა ცნობილი ორგანიზაციის თანადგომა მომავალი წარმატებისთვის საქმიანობა. მათ დაარსებიდან 1 წლის თავი აქტიური სამუშაო პროცესით აღნიშნეს. წყალტუბოელებმა 1 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში საკუთარი კორპუსის ეზოც მოაწესრიგეს და ბეტონის საფარი დააგეს. გასაკეთებელია და ჩვენი გასაკეთებელია და გეხმარებიან და კიდევ მადლობა მადლისა ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენ რაჯერ გავაკეთოთ. ფოთში აიეტის დასახლებაში სხივი 2015-ის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ის პროექტები გააცნეს, რომლებიც მათ დაარსებიდან დღემდე განახორციელეს. დევნილების კორპუსში ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაციის ძალისხმევით მოწესრიგდა სანიაღვრე და სავენტილაციო სისტემები, ამუშავდა ლიფტი, განათდა სადარბაზოები. ორგანიზაციაში შედგა სათემო პრეზენტაცია, მოსახლეობას ჩაუბრეთ 1 წლის ანგარიში იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა, რა პროექტები განახორციელა ორგანიზაციამ და სამომავლოდ გეგმავთ აქტიურად განვაგრძოთ კვლავის მიზნები და ამოცანები, რომლებიც დასახული აქვს ორგანიზაციას. ორგანიზაციის დაფუძნების პირველი 4 წელი. ზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე ახალ დასახლებაში მოქმედი ორგანიზაციის ერთსულოვნება ანგარიშის პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორის, საქველმოქმედო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც დასახლებაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზეა ორიენტირებული, დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვეს. ერთის მხრივ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პროექტი იყო, ძალიან საინტერესო და აუცილებელი პროექტი, რომელიც განხორციელდა აქ ამ დასახლების სახით, სადაც ძირითადად არიან იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებზე ზრუნავდეს ერთის მხრივ სახელმწიფო, მეორეს მხრივ არასამთავრობო სექტორი, ამიტომაც მართლაც ძალიან საინტერესოა საქმიანობა, რომელსაც ორგანიზაცია, რომელიც აქვეა დაფუძნებული და აქვე ფუნქციონირებს, ერთსულოვნება ახორციელებს. ძალიან საინტერესოა ის, რომ ეს ორგანიზაცია ორიენტირებულია იყოს მდგრადი ორგანიზაცია, ანუ კონდეს საკუთარი შემოსავლები, მასში ჩართული იყვნენ ადამიანები, იყოს აქტიური მათი საქმიანობა. ამიტომაც მართლა ძალიან საინტერესოა პრეზენტაცია, რომელიც მათ წარმოადგენს და ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლება და ზოგადად სამოქალაქო სექტორი მუდმივად ვეცდებით, რომ იყოთ მათთან კომუნიკაციის რეჟიმში, რათა ერთობლივად შეძლოთ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელიც აქ არიან დასახლებული. ზემოაღნიშნული ორგანიზაციები პროექტის ზომების გატარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მას მუნიციპალური განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაცია ათინათი ახორციელებს. დასახელებული ორგანიზაციების მიზანია დევნილთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და მათი სამოქალაქო აქტიურობის ამაღლება.